მოსმენების დრო დასრულდა, მაშინ რაც ქვეყანაში მოვიდა ახალი ხელისუფლება. რადგან ბატონო პრემიერმა ისაუბრა, მე მინდა იგივე გავაგრძელო, როდესაც სახელმწიფოში არ არსებობს იდეოლოგია, არ არსებობს ნება და პოლიტიკა, რომ იყოს, ასე ვთქვათ, სრული კონტროლი, იყოს უკანონმოსმენი, იყოს უკანონო თვალთვალი, ამ შემთხვევაში ყველაფერი ნორმალურად იქნება. თულ მოქალაქეს ჰქონდა შიში და განცდა იმისა, რომ მას უთვალთვალებენ და მას უსმენენ. თუ გავაანალიზებთ სიტუაციას, რა თქმა უნდა, ესე არ იყო. წარმოუდგენელი იყო 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანის მოსმენა და მეყურადება. მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ეს იყო აბსოლუტურად გამიზნული იდეოლოგია. არ უსმენდნენ 1%-საც, არ უთვალთვალებდნენ ჩემი გადმოსახედიდან 1%-საც არ უსმენდნენ და არ უთვალთვალებდნენ, მაგრამ ავრცელებდნენ ამას შეგნებულად, ნუ იქნება გადაჭარბებულად, რომ აი მეორე მერაბიშვილია რამდენჯერმე ღარიბა. არ იქნება ღარიბაშვილი, ვერაფრით ვერ იქნება მერაბიშვილი და არასდროს არ იქნება მერაბიშვილი. აი მას უნდა შეხედოთ, შეცდომა უნდა გაუსწოროთ და ისიც უნდა დაზოგოთ. ნუ ვიქნებით ძალიან აგრესიული ერთმანეთის მიმართ, ერთმანეთი შევინარჩუნოთ და დავზოგოთ. მე მესმის გადმოსული ეს აგრესია და საიდანაც მოდის ესეც მესმის, რა მოახერხეს ისე საოცრება მოახერხეს და გვაჩვენეს, მათაც უნდა მივცეთ თავის საფასური ამ ხრივ. რომ საოცარი ხალხი მოვიდა და დღესაც ვერ ჩერდებიან, დღესაც იგივე სიცრუეს, იგივე აჟიტირებას, იგივე ძალადობას ცდილობენ დღესაც და თუ გინდ შევჩერდებით, მაინც უკვე წავედით ემიდან მე მგონი, მაგრამ 19 აპრილი ვერ გადამიხარშავს, რომ გამოდის პრეზიდენტი და ვის უჩივის, რას უჩივის, ეს კაცი ვერ გამოდის დემონსტრაციაზე, მას აქვს ერთადერთ კაცს უფლება, რომ თუ რამე არ მოსწოს ხელისუფლების ოფიციალურად კონსტიტუციურად შეუძლია გააკეთოს ამაზე რეაქცია. აი ეს არის სიცრუე, ეს იყო სიცრუის აპოგეა.